სადაც ზღვა ხმაურობს და ქარის სუნთქვა ურძებს თეთრ აივნებს. შავი ზღვისპირეთის გულში ცხოვრობდა კაცი, რომლის თვალებსაც მომავლის ნათება გაქონდა. ნიკო ნიკოლაძე, მოღვაწე, რომელსაც შეეძლო სიტყვები ქმედება და ექცია, ოცნება კი ქალაქად. ერთი სიტყვით, ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი, სიკეთე და კეთილდღეობა ჩვენს პირად საქციელებზეა დამოკიდებული. ნუ გავრევთ ნურც ბრძოლაში, ნურც ავაზაკობაში და ნურც სიმხდალეში ჩვენი ქვეყნის დღევანდელ პატივცემულობას, რათა დავანახოთ მტერსა და მოყვარეს, რომ ჩვენი ხალხი სიკეთის, მორიდების და კეთილდღეობის ღირსია. იყო დრო, როცა ქალებს საზოგადოებრივ საქმიანობაში თითქმის მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ სწორედ მაშინ გამოჩნდა ბარბარე ჯორჯა, ქალი, რომელმაც სიტყვისა და საქციელით სიჩუმე დააგვია. ახსდებით, კმარა, ხომ გათენდა რაღაცელით, შეშჭვრიტეთ მზესა, საიმედოდ სიცოცხლის ნიშანს. თქვენ აყვავებთ თქვენს მამულს, მიწუდებით მიზანს, თუ მუშაობას და მხნეობას თქვენ შეეგუებით. კიდევ 100 წლის წინ, როდესაც სოფელ ყარაჯალაში კაცები ცეცხლთან ცხელჩაის მიირთმევდნენ, ქალები კი საშინაო საქმეებით იყვნენ დაკავებულები, ფარიხანუმ სოფიევამ მსოფლიო ისტორიაში თავისი სიტყვა თქვა და გახდა პირველი მუსლიმი ქალი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა. ქალი, რომელიც რკინის ასახელებს და უბოლ ბავშვებს სახლს უქმნის, მხოლოდ ლიდერი კი არა, მემორის მშენებელი. ევროპული აზრის მთავარი წესი ის არის, რომ ყოველი ახალი თაობა წინა თაობის გამოცდილებას, როგორც განცი, ისე უფრთხილდება. ჩვენთანაც და აზიაშიც, სადაც ყოველი ახალი თაობა თვლის, რომ მე ვარ და სხვა არავინო, დამღუპელი მოსაზრებაა, რადგან იგი ყოვლად უაზრო, უმოქმედო და ამპარტავან თაობას ახდენს. ქალებს არ დაუცხრეს თავისი გვარება და ნიჭი. იმის მიუხედავად, რომ მათ განათლება არ მიუღიათ, მათ მაინც შეძლეს ემსჯელოთ ჩვენს ქართულ ენას. როდესაც კაცები ომობდნენ, ქართველი ქალები იყვნენ ისინი, ვინც ქართული წერა-კითხვა გაავრცელეს. სოფლის გოგონების განათლების ბრძოლა მისი რწმენის გამოხატულება იყო. განათლება თავისუფლების გზა. საზოგადოების გონებრივ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ წინსვლას განსაზღვრავენ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. შეუძლებელია ერის განვითარება გამორჩეული, განსხვავებული იდეების მქონე და გამბედავი ადამიანების არსებობის გარეშე. გამბედაობა, სასიკეთო საქმისთვის თავდადება. ეს არის გმირებისთვის დამახასიათებელი თვისება. ბედნიერია ქართველი ერი, რომელსაც ისეთი უამრავი გმირი და სასიკადულო მამულიშვილი ყავს, როგორებიც იყვნენ ნიკო ნიკოლაძე, ბარბარე ჯორჯაძე და ჩვენი თანამემამულე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ფარიხან